გერმანიის ელჩზე განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ვალერი ქოჩიაშვილის წინააღმდეგ დაიწყო, თუმცა ის ამ დრომდე არის თავისუფალი. თავად ეს ინფორმაცია ქოჩიაშვილმა დაგვიდასტურა, მან თქვა, რომ გამომძიებლებმა ის დაკითხვაზე დაიბარეს, გამოკითხეს ერთი დღის დაგვიანებით, მას შემდეგ რაც მან თავადვე გაავრცელა ინფორმაცია გერმანელ დიპლომატზე თავდასხმის შემდეგ, თუმცა ეს საქმე არც სასამართლოს გადაცემი ამ დრომდე და არც პასუხისგებაშია მიცემული ადამიანი, რომელმაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის გერმანიის წარმომადგენელზე თავდასხმა განახორციელა საქართველოში და ეს რა თქმა უნდა აზიანებს საქართველოს-გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებს. ვინ არის ვალერი ქოჩიაშვილი? ის არის ბიზნესმენი, რომელიც 11 კომპანიას ფლობს ან ხელმძღვანელობს და ის არის სხვათა შორის არასამთავრობო ორგანიზაცია რუსეთი ჩვენი მეზობელიას წევრის, რაც უკვე ნეტყველებს იმაზე თუ რა განწყობები აქვს მას იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ვალერიან ქოჩიაშვილის მიერ გამოქვეყნებული ყველა ვიდეო პლატფორმა TikTok-ზე არის ძირითადად კრიტიკულად განწყობილი ევროპელი დიპლომატების და განსაკუთრებით პეტერ ფიშერის მისამართით. ის ამ დრომდე აგრძელებს, ასე ვთქვათ, მუქარას ფიშერის მისამართით. ის ამბობს, რომ სადაც არ უნდა შეხვდეს გერმანელი დიპლომატი აუცილებლად გასცემს პასუხს და გამოირჩევა ხშირად პეტერ ფიშერის მიმართ სალანძღავი და ძალიან მძიმე განცხადებები, თუმცა მიუხედავად მუქარის შემცველი ვიდეოებისა, რომელიც არის საჯარო და ყველას მიუწვდება ხელი ამ ვიდეო მასალაზე, ის ამ დრომდე არის თავისუფალი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოძალადე ადამიანი ამ დრომდე არ დაუკავებია. ბატონო ვალერიანე, გერმანიის ელჩზე თავდასხმის გამო თქვენ პოლიციამ გამოგკითხათ? კი, გამომკითხა. დაკითხვაზე დაგიბარათ? კი, დამიბარა. თქვენს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო პოლიციამ? კი, დაიწყო, ყველაფერი დაიწყო და გერმანიის ელჩს დაუჭირდა და გავაძევებს აქედან. ვინმემ დაგავალათ, რომ გერმანიის ელჩის წინააღმდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიგაყენებინათ? პატარა ბიჭი კი არა ვარო, ვინმე გამავალოს. ან ბიჭინადან, ან ბიჭინად ნაირებმა და ელჩის მოვალეობა არის დიპლომატია. გაარა ქვეყნის საქმეებში ჩარევა. რომ დაგაკავოს პოლიციამ. აი ამ სცენარს თუ განიხილავთ, ფიქრობთ რომ დაგაკავებენ? როგორ გამახილავ? და რატომ უნდა დამაკავონ? სიმართლით დამაკავონ? იმიტომ რომ თქვენ თავს დაესხით გერმანელ დიპლომატს. გერმანიის ელჩი კი არ არის, გერმანიის აგენტურა შეგვასული. ინანებთ რომ დაგაკავონ? რატომ უნდა ვინანო, რომ საქართველოს დაუტეხი გვერდზე? თქვენ აი ამ თავდასხმის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოაქვეყნეთ ვიდეო, სადაც ემუქრებით საჯაროდ გერმანელ დიპლომატს. ქუჩაში რომ შევხვდათ ისევ პეტერ ფიშერი, იგივეს გააკეთებდით? რა ვიდეო რა გავაკეთე? სადაც გავხეთქავ შუაზეო, ეს არის თქვენი სიტყვები? არა, მომისმენ ახლა. ეს არის თქვენი სიტყვები, ბატონო ვალერიან? აი, გაინტერესებს, სხვა ქვეყნის გადარჩენა კი არ გაინტერესებს, შენ გაინტერესებს გავხეთქავ შუაზე. ევროკავშირი გმობს ევროკავშირის ელჩის და ყველა ევროპელი დიპლომატის წინააღმდეგ განხორციელებულ ბინძურ დეზინფორმაციულ კამპანიას და თავდასხმებს ქართული ოცნების მხრიდან. ეს განცხადება უკვე ანიტა ჰიპერმა გააკეთა ევროკავშირის ევროკომისიის კომისრის გაფართოების საკითხებში კაია კალასის პრესპიკერმა, რომელიც ჟურნალისტების, ქართველი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს. ანიტა ჰიპერი ამბობს, რომ ნებისმიერი პოზიცია, რომელსაც მაგალითად ევროკავშირის ელჩი ავრცელებს საქართველოში, მას აქვს სრულად ევროკავშირის მხარდაჭერა და ის აჟღერებს ევროკავშირის უმაღლეს პოზიციას საქართველოში. შესაბამისად, დეზინფორმაციული კამპანია ელჩებზე და განსაკუთრებით ევროკავშირის ელჩზე აუცილებლად უნდა შეწყდეს. დღეს ანიტა ჰიპერმა დაადასტურა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ევროკავშირის წინააღმდეგ და ძალადობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ევროკავშირი არ იზიარებს და ბუნებრივია ამ ქმედებას ევროკავშირის მხრიდან პასუხი მოყვება. What we see from the Georgian dream is blatant disinformation. ის რასაც ჩვენ ხედავთ ქართული ოცნებისგან არის აშკარა დეზინფორმაცია. ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ მათი ყველა თავდასხმა უსაფუძვლოა. რა თქმა უნდა, ევროკავშირის ელჩს საქართველოში ჩვენი სრული მხარდაჭერა და ნდობა აქვს. მისი განცხადებები ზუსტად ასახავს და პატივს სცემს ევროკავშირის პოზიციას.
ჩვენი პოზიცია საქართველოს მთავრობისა და ქართული ოცნების მიმართ თანმიმდევრული და ძალიან მკაფიო იყო. მიმდინარე რეპრესიების, სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმდინარე ძალადობა, ოპოზიციაზე თავდასხმები, სიძულვილის ენა, ფიზიკური ძალადობა და დაკავება უნდა შეწყდეს. საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის ჩვენი გზავნილი, რადგან ჩვენ ეს ნათლად გამოვხატეთ არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ კონკრეტული ქმედებებითაც. მაგალითად, ჩვენ შევამცირეთ ყველა პოლიტიკური კონტაქტი მაღალ დონეზე. ჩვენ შევწყვეტეთ საქართველოს ხელისუფლებისკენ მიმართული დახმარება და ეს სამოქალაქო საზოგადოებისკენ გადავამისამართეთ. ასევე ჩვენ გავზარდეთ სამოქალაქო მხარდაჭერა. ამასთან ევროპულმა საბჭომ დიპლომატიურ პასპორტებზე გადაწყვეტილება იანვარში მიიღო. ეს არის კონკრეტული ქმედებები, როგორც რეაქცია საქართველოს მთავრობის მიერ დამყარებულ რეპრესიულ რეჟიმზე. To the repressive regime that the government has put in place. პეტერ ფიშერმა მის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაზე პირველად საჯარო TV პირველთან ისაუბრა, სადაც გაიხსენა თავდასხმის დეტალები და თქვა, რომ მიუხედავად ასეთი ტიპის თავდასხმებისა, რომელსაც პეტერ ფიშერი, გერმანელი დიპლომატი ყოველდღიურად იღებს არა მხოლოდ ქართული ოცნების ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან, არამედ ქართული ოცნების მხარდამჭერი აქტივისტებისგან, ეს არ ასე თქვა დააზიანებს საქართველოს-გერმანიის არსებულ ურთიერთობებს, რადგან გერმანია კვლავ რჩება ქართველი ხალხის გულმხურვალე მხარდამჭერად.